ხალხი ტირის იქ და მაცხვარი ამბობს რომ მიმიყვანე თუ მაჩვენე თუ სად არის. ახლა განა მაცხვარმა არ იცის ლაზარე სად არის, ან ლაზარე რომ მოკვდა არ იცის, ღმერთმა რომელმაც ყოველივე იცის განა არ იცის, მაგრამ აქ რაზეა საუბარი? ჩვენ შემთხვევაში სულიერი განმარტებით რომ მაცხვარმა არ იცის ჩვენს გულში რა ცოდვაა, მაგრამ შენ უნდა უთხრა ადამიანმა, უფალო, აი ეს მიწის და შემეცი, შენი სურვილი გამოთქვა. იმიტომ რომ ადამიანს თავისუფალი ნება გაქვს და უნდა უთხრა სად გტკივა. უნდა გამოთქვა და თუ ესე იგი მაცხვარმა არ იუკადრისა რომ იქ მისულიყო სადაც ლაზარე ყარდა. ხო, როგორც ამბობენ თავისი დედა. არც ჩვენს გულში შემოსვლას არ იუკადრისებს, მაგრამ ადამიანმა უნდა გაუხსნას გულის კარა. მაგრამ ადამიანი როგორ გაუხსნის გულის კარებს, ესე იგი, როდესაც სიტყვაზე აი ერთი თვე გავა, ორი თვე გავა და ახსარებას არ ამბობს. ეგ უკვე ნიშნავს, რომ აღარ აქვს ადამიანს გულის კარი გახსნილი. ვერიქით, იქ უამრავი ცოდვა იბუდებს და რაც უფრო დიდი ხანი გავა, უფრო მეტად მოიკიდებს ფესს და მერე უფრო ძნელი ამოსაძირკვი. ერთ დღეს შეიძლება ჩვენ მორწმუნე ვიყავით, მაგრამ და შეიძლება კიდევ გონია რომ მორწმუნე ვართ, მაგრამ თუ გავა ერთი თვე, ორი თვე, ერთი წელი თუ ზოგ შემთხვევაში უფრო მეტი. ჩვენ კიდევ გგონია რომ ვართ მორწმუნე, მაგრამ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. თუ ადამიანს წამს, ისე გააკეთებს, როგორც წამს და თუ არ აკეთებს, ესე იგი აღარ წამს ისე. ეს ძალიან მარტივად არის მოციქულმა ეს გითხრა მოციქულმა იაკობმა რომ მიჩვენე შენი რწმენა შენი საქმეებით. სხვანაირად არ ჩანს ეს რწმენა. აი სიყვარული რაში ჩანს? მოქმედებაში ჩანს. აბა ისე როგორ გამოვლინდა, რას გაიგებ ახლა იდიოტის ახლა რას გაიგებ, ვინმე უყვარს თუ არ უყვარს. კი, შეიძლება ამბობს რომ მიყვარს, მაგრამ ეგრე სიტყვით არ ჩნდება. მაგრამ რო დაინახა რომ ვიღაცა გიორგი დაღლილ დაქანცული მივიდა ვიღაცას მიეშველა, აი ესე საქმემ გამოაჩინა მისი სიყვარული. რწმენაც ესე. რწმენა საქმე გამოაჩენს ხოლმე ჩვენ სარწმუნოებს.